კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში დარეგისტრირდა. საკანონმდებლო პაკეტი საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად უკვე გადაექსავნათ. ქართული კოშმარის არაღიარების აქტის სახელით ცნობილი კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან. კონგრესმენებს ინიციატივას უწონებენ ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად სამოქალაქო პროტესტთან ერთად საგარეო ზეწოლაც მნიშვნელოვანია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ მკაცრი რიტორიკა და გადაწყვეტილებები ქართულმა ოცნებამ საკუთარი ქმედებების შესაბამისად სამართლიანად მიიღო. მართულ გუნდში კი კონგრესმენების ქმედებებში ლობისტური ინტერესებს ხედავენ და ურთიერთობების გადატვირთვას 20 იანვრის, ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ელოდებიან. ნათია კენკაძე დეტალებით. რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების ჯო უილსონის და სტივ კოენის მიერ კონგრესისთვის 8 იანვარს წარდგენილი ინიციატივა უკვე დარეგისტრირებულია. ქართული კოშმარის არაღიარების აქტის სახელით ცნობილი დოკუმენტი კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში გამოჩნდა. სათაურშივე ვკითხულობთ, რომ კანონპროექტი შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარების აკრძალვას ითვალისწინებს. პირველი საფეხური, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივამ უნდა გაიაროს საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებზე განხილვა. ზუსტად ისე ელაპარაკება ჯო უილსონი აი ამ რეჟიმს, როგორც იმსახურებენ. აი ზუსტად ისე კაცური კაცია ვენაცვალე ჯიგარში. ქართული ოპოზიციის ნაწილი ჯო უილსონს ინიციატივასაც უწონებს და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მიმართვის ფორმასაც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ 45-დღიანი პროტესტის ფონზე დაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად შიდა აქტივობის გარდა მთავარი ბერკეტი სწორედ საგარეო ზეწოლაა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი ბერკეტი იმისთვის, რომ ივანიშვილი საკუთარმა გარემოცვამ აიძულოს, რომ ერთადერთი გონივრული გამოსავალი გამოიყენოს, დანიშნოს ახალი არჩევნები, დათმოს ხელისუფლება და გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი. შესაბამისად არჩევნები ჩატარდება უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. თვეების განმავლობაში შეერთებული შტატებიც, ევროპაც ეუბნებოდნენ, რომ ნუ გველაპარაკებით ეს წესიერად გველაპარაკეთ. გახსოვთ ალბათ მილიონი დაყვავება იყო, მილიონი რაღაც ენის მოჩლექვა იყო, რომ იცი რა, თქვენი მეგობრები ვართ, თქვენი პარტნიორები ვართ, არ გინდათ. არა და არ გაჩერდნენ, ხო? უფრო მოუმატეს ქაჯობას და აი ქაჯობა როგორი უნდა ეხა განახებსო და ჯო უილსონი საქართველოში როცა ჩავა პირადად ხარს დაუკლა უეჭველი. პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მკაცრ რიტორიკასა თუ გადაწყვეტილებებს ოპოზიცია 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებული მოვლენების გარდა ხელისუფლების ადრინდელ ქმედებებსაც უკავშირებს. ოპოზიციურ სპექტრში დარწმუნებული არიან, რომ კონგრესში წარდგენილ ინიციატივას ორპარტიული მხარდაჭერა ექნება და შემდეგ გადაწყვეტილებას ევროკავშირიც გაიზიარებს. დემოკრატიული სამყარო მხარს უჭერს აქ დემოკრატიას და უჭერს ქართველ ხალხს და არა კონკრეტულ მმართველებს. ასე რომ ორპარტიული მხარდაჭერა რა თქმა უნდა გარანტირებულია, მით უმეტეს ისეთი კატასტროფული შეცდომების ფონზე, რომელსაც ივანიშვილი მისი არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებდა როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ გაგახსენებთ იგივე ირანის ვიზიტს, გაგახსენებთ ასევე სხვადასხვა ანტიდასალურ ნაბიჯებს, რომლებიც მათ განახორციელეს. არაღიარების აქტი, რომელიც დარეგისტრირდა უკვე კონგრესში, მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ვინც გარეთ დგას უკვე უწყვეტად 43 თუ 4 დღე არის. მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ ქართული ოცნება არის სინამდვილეში ქართული კოშმარი, რუსული კოშმარი, რომელიც 2012 წლიდან თავს დააწყდა საქართველოს. ქართულ ოცნებას არ უნდა ჰქონდეს აღიარება არსად და ეს როგორც წესი გადამდებია ხოლმე ევროპელი პარტნიორებისთვისაც, ევროკავშირისთვისაც. მმართველი პარტია კი კონკრეტული კონგრესმენების ქმედებაში ლობისტურ ინტერესებს ხედავს. 10 წლეულების მანძილზე საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებასთან ურთიერთობის პოზიტიური მიმართულებით შეცვლას ქართული ოცნება ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმედოვნებს. ეს გარე ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათ მიერ მართული აგენტები დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციური ნაწილი, რომელიც მათ ნებისმიერ დავალებას უსიტყვოდ შეასრულებს იმისთვის, რომ მათი გლობალური ინტერესი დაკმაყოფილდეს. ნებისმიერ ესეთი მცდელობა იქნება ეს რაღაცა დასანქცირება თუ ბოლოკუდის მოქნება მოქმედ ადმინისტრაციაზე მაქვს მით უმეტეს საუბარი ემსახურება იმას რომ შეძლების დაგვარად ძიმე მემკვიდრეობა დაუტოვონ ბატონ ტრამპს. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ორი მთავარი გზავნილი არის
თანხვედრაში იმ ღირებულებებთან და იმ საკითხებთან, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ერთი ეს არის უკრაინაში ომის დასრულება და სამშვიდობო პროცესებში გადაყვანა ამ ყველაფრის, ხოლო მეორე ეს არის ოჯახურ ღირებულებებზე აქცენტირება. ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ზუსტად ამ ღირებულებებზე ორიენტირებული ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაცია მასთან ჩვენ დიალოგი აუცილებლად გვექნება და ეს ურთიერთობები გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყებს პოზიტიურ დინამიკაში გადასვლას. კონგრესში დარეგისტრირებული აქტის კანონად ქცევას ორივე პალატის მხარდაჭერა სჭირდება. საკომიტეტო განხილვების შემდეგ დოკუმენტის სასესიო მსჯელობაზე ჯერ წარმომადგენლობით პალატაში, შემდეგ კი სენატში გავა. დამტკიცების შემთხვევაში კი მას ასამოქმედებლად ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერაც უნდა ჰქონდეს.